არის რაღაცეები, რაც შენ ცხოვრებაში ამ მომენტში დაფარულია და საჭიროა იცოდე. ეს ყავისჩიქა გესაუბრება ზუსტად იმაზე, იმ ინფორმაციაზე, რაც ამ მომენტში შენთვის მიუწვდომელია, რაც ამ მომენტში შენთვის აუცილებელია იცოდე და დაახლოებით გაიგებ ესეთი ტიპის მოვლენებს, სადაც გაიგებ რა გელოდება, რა გამოწვევების წინაშე დგახარ და ახლა რა ეტაპზე იმყოფები და საიდან დაიწყე ეს ყოველივე. ნახოთ რა ხდება შენს ჭიქაში. ძალიან ნათელი ჭიქაა პირველი, რაც თვალში მომხვდა. ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც ამ ჭიქიდან ახლა შენ უნდა იცოდე, არის ის, რომ შენი ცხოვრების გზა რაღაც ეტაპზე ორი მიმართულებით შეიძლება გაიყოს. აქ შეიძლება შენ ელოდები კონკრეტული ადამიანისგან სადმე წასვლა, შეიძლება იყოს ცეკვები, შეიძლება იყოს სასიამოვნო დროის გატარება. სასიამოვნო სივრცეში ყოველ შემთხვევაში ეს ეხება უფრო მეტად ცეკვებს და დაკავშირებულია ზუსტადაც რომ ცეკვებთან. სიტუაცია, საიდანაც შენ გამოხვედი, ფიგურირებდა ქალბატონი, რომელიც ძალიან ბევრს საუბრობდა შენზე. თითქოს მომენტალურად ჰქონდა იმის მცდელობა მუდმივად ეკარნახა მიეთითებინა შენთან მიმართებაში რა ხდებოდა, როგორ ხდებოდა. მუდმივად რაღაც სხვადასხვა ინფორმაციებს მიედმოედებოდა, მაგრამ საბოლოო ჯამში თითქოს ეს ადამიანი ნაცვლად იმისა, რომ ხელი შეეშალო, პირიქით ხელს გიწყობდა, იმიტომ რომ მისი მიზანი საერთოდაც არ ყოფილა შენის ხელის შეშლა. უბრალოდ შეიძლება გიფიქსირებდეთ ეს ადამიანი ცოტა უხეშად ამ თავის მოსაზრებებს. ძალიან საინტერესოა ის ფაქტორი დავიჭიროთ, რომ აქ ძალიან ბევრი აზრები გიტრიალებდა ამ ადამიანთან დაკავშირებით. საკუთარ თავში შეიძლება ფიქრობდი, რომ გამძიმებდა, შეიძლება ფიქრობდი, რომ ეს პიროვნება მუდმივად გაკრიტიკებდა, როცა რეალურად ეს ადამიანი, როგორც შენი მფარველი, ფაქტობრივად ასე იყო მოვლენილი. ყველაზე ახლო ადამიანი ოჯახის წევრივით იყო ეს პიროვნება შენთვის, მაგრამ შენ მისი ფიგურა დაინახე როგორც პირდაპირ მნიშვნელობით დემონი და ხელის შემშლად აღიქვე შენს ცხოვრებაში ეს ადამიანი. თითქოს შენი მხრიდან აქ დაპირისპირება ამოდის და ამ ადამიანის ვერ დანახვა და შენ ამ ადამიანზე ძალიან დიდი კვალი დატოვე გულის კენის ნაწილში. ძალიან ატკინე შენი ქმედებებით გული და თითქოს ის ოჯახობა, რაც ამ ადამიანთან გაკავშირებდა, საბოლოოდ მოჭერი და მოკვეთე. შენ ამ ადამიანთან ახლა კავშირი აღარ გაქვს, მაგრამ შენი ისტორია თითქოს აქედან იწყება. შენი ისტორია აქედან იწყება იმ ნაწილში, სადაც შენ ბევრი სევდა გაიარა ილუზორულ ტკივილში, სადაც შენ ჩათვალე, რომ ეს ადამიანი იყო დამნაშავე. შენ მოგიწია დაბრკოლებების გადალახვა, შენ ამ ადამიანის ნამოქმედარებიდან და ამ ადამიანის ნათქვამებიდან ნელ-ნელა იჭერ პატარ-პატარა სიტყვებს და გაქვს მომენტალური გააზრებები, რომ პირიქით ეს ადამიანი იყო შენი ტრამპლინი მწვერვალზე ასასვლელად, მაგრამ შენ ჯერ მწვერვალთან ახლოსაც კი არ ხარ. ამ მომენტში არის სიტუაციები, სადაც შენ იღებ ამ ინფორმაციას, ან იხსენებ ინფორმაციებს, მაგრამ გიჭირს გააზრება იმისა, რეალურად რას და როგორ გეუბნებოდა ეს პიროვნება. არის აქ ორი ადამიანი, ერთი ახალგაზრდა გოგო და ერთი ახალგაზრდა ბიჭი. თქვენი კავშირი ამ სიტუაციაში იკვეთება როგორც წყვილი, თუმცა ეს წყვილი აქ ამოდის როგორც სხვა პიროვნება, არათუ შენ. აქ არის ვიღაც წყვილი, რომელიც თავის გზას მიუყვება. წყვილი, რომელსაც შენ ყველაზე ხშირად აკვირდები, წყვილი, რომელიც შენთვის დიდ ინტერესს იწვევს. როგორ არის ეს დაკავშირებული შენთან? დაკავშირებულია შენთან იმ ნაწილში, რომ თითქოს ეს პიროვნება, ამ შემთხვევაში გოგონა, ასრულებს როგორც ინფლუენსერის როლს შენს ცხოვრებაში, თუმცა შენ ამჩნევ, რომ ამ ადამიანმა მოგკვეთა თავისი ცხოვრებიდან. აქ ხედავ სიტუაციას, სადაც მამაკაცს, ერთ-ერთ მამაკაცს ეგონა ამ გოგონაში, რომ ძალიან დიდი გავლენა დატოვა, ძალიან დიდი ესე რომ ვთქვათ, манипуляციები მოახერხა და ეგონა რომ ამ ყველაფერს ეს გოგონა ვერ ხდებოდა, მაგრამ რეალურად ეს ასე არ იყო. თითქოს ამ გოგომ თავიდანვე იცოდა ყველაფერი, რაშიც იყო საქმე. ამოდის მისი მხრიდან ძალიან დიდი ბრაზი და წყენა თქვენი მიმართულებით.
თუმცა ეს ადამიანი ცდილობს ამ ჭრილობების მოშუშებას. აქ ამოდის კიდე ერთი ადამიანი, რომელიც აკვირდება ამ წყვილს, თუმცა გაურკვეველია ჯერ კიდევ ვინ არის. თითქოს ამ წყვილს ბევრი თვალი უყურებს და საერთოდ არ არის თქვენი ყურადღებისკენ მოპყრობილი ამ მომენტში, თუმცა რატომღაც თქვენი მხრიდან ეს აღიქმება როგორც საფრთხე. თქვენს გონებაში ეს წყვილი ძალიან აქტიურად ამომდის. ძალიან საინტერესოა. არის კიდევ ტენდენციები, სადაც სამი სურვილის სასრულების შანსი მოგეცემათ. ეს შეიძლება იყოს კონკრეტული მანიფესტაცია, რომელიც ჩაატარეთ, ან სამომავლოდ ჩაატარებთ. ეს ეხება კონკრეტულ ადგილას წასვლას, ან შეიძლება ეხებოდეს სულაც ქორწინებას. შეიძლება თქვენი სურვილი არის ზუსტადაც რომ ქორწინება და ამასთან დაკავშირებით ცდილობდეთ საკითხების დალაგებას. აქ მე ვხედავ განხილვებს, პრეტენზიებს ოჯახის მხრიდან, რომ რაღაცები არ არის ისე როგორც უნდა იყოს. ამავდროულად ვხედავ შინაგან განცდებს. ერთი ნაწილი აქ არის სიყვარულით სავსე ემოცია მეწყვილისგან, მეორე ნაწილი არის ამ სიყვარულის მიუღებლობა. თუმცა ხდება სიტუაცია ისე, რომ თითქოს ეს ურთიერთობა მაინც სტაბილურად და კარგად მიდის. ნახოთ რა გვაქვს სამომავლო ტენდენციებში. აქ შეიძლება იყოს მცირეოდენი სირთულე, რომელიც არ იქნება ძალიან სერიოზულად განხილული. ეს იქნება საკმაოდ ესეთი მნიშვნელოვანი სირთულე სხვათა შორის, რომელიც თქვენს ცხოვრებაში მნიშვნელოვან გარდატეხას მოახდენს თქვენს სოციუმთან ურთიერთობასთან, გარდატეხას მოახდენს თქვენს კომუნიკაციებთან, თითქოს ძალიან ბევრი თვალი იქნება თქვენკენ მომართული, ძალიან ბევრი ადამიანი დაგაკვირდებათ. აქ ხედავ სიტუაციებს, სადაც წარსული მოვლენები მომავალში დაბრუნდება თქვენკენ და თქვენ იქნებით თავდაცვით ფუნქციაში. თუმცა ეს თავდაცვითი ნაწილები, რაც თქვენი მხრიდან იქნება მხოლოდ და მხოლოდ წარსული ჭრილობებიდან გამომდინარე, მაგრამ თქვენ გექნებათ შესაძლებლობა თავი დაიცვათ, იმიტომ რომ ძალიან საინტერესო ფიგურული ნაწილი მიჩანს, ხო? აქ არის თქვენი პოზიცია როგორც ხარბი და მოწინააღმდეგის პოზიცია როგორც დინოზავრი, ხო? აი თითქოს თქვენ ხართ ამ პრობლემასთან თანამედროვე. ასე ვიტყოდი, იმიტომ რომ თქვენს უკან დგას პატარა ესეთი ყვინთავი, რომელმაც ძალიან კარგად იცის წარსული მოვლენები, თავისი თავი გამოკვლეული ყავს, თუმცა ჯერ დამუშავებული არ არის. ეს ორი არქეტიპი გვესაუბრება ზუსტადაც რომ იმაზე, რომ თქვენ ხართ რესურსული ამ პრობლემას გაუმკლავდეთ, მაგრამ ეს გარკვეულ ემოციურ ყოლს დატოვებს ნამდვილად თქვენზე და შეიძლება აისახოს მცირეოდენად თქვენს ფინანსებზეც. რაც შეეხება სამეგობრო წრეს, მე ვხედავ აქ რამდენიმე ადამიანს, რომელიც უფრო ვიტყოდი რომ დაკავშირებულები ხართ რაღაც საერთოთი, მაგრამ ეს არ არიან მეგობრებო, თქვენი ახლო მეგობრები, ხო? თითქოს რაღაც მიზნით გაერთიანეთ, მაგრამ ეს გაერთიანება არის დროებითი, თუმცა სასიამოვნო. მაგრამ ეს განსაკუთრებულ სიღრმეში არ მოიტანს ფუნდამენტურ ხასიათს, ანუ არ შეიძენს რაღაცა სერიოზულ მეგობრობის დონეს. ასევე მე ვხედავ აქ ვიღაცასთან ოჯახის შექმნას, რომელიც იქნება საკმაოდ მყარი, იმიტომ რომ ძალიან დიდ საფუძველზე იდგა ეს ყველაფერი. თითქოს ის მთავარი ხუზარის შექმნასაც აქამდე ცდილობდით, ძალიან მყარად იქნება ორიენტირი აღებული, ხო? ძალიან მყარი ხუზა არის აქ ჩაქსოვილი, ძალიან ბევრია ამ ურთიერთობაზე ნამუშევარი, შესაბამისად ამ ყოველივეს თავისი შედეგი ნამდვილად მოყვება. თითქოს ეს ურთიერთობა, ამ ურთიერთობაში თქვენი მფარველები ყოველთვის გაძლევენ მიმართულებას, სად, როგორ, რანაირად წახვიდეთ, ხო? რაც იქნება საკმაოდ პერსპექტიული, იმიტომ რომ ერთიანი აღმასვლა იქნება თქვენს ცხოვრებაში. თითქოს დაქორწინება თქვენს ცხოვრებაში ცლის მოვლენებს მნიშვნელოვნად უკეთესობისკენ. აქ არის ძალიან სერიოზული ახალი უნარის შეძენა გამკლავებისა, თუ როგორ უნდა მოერიოთ და გადაჭრათ ისეთი ტიპის საკითხებს, რაშიც აქამდე თითქოს გრძნობდით, რომ არ იყავით რესურსული და შეიძლება თქვენი თავისგანაც გაგიკვირდეთ ისეთი ქმედება დაიჭიროთ, ხო? აი ნამდვილად გაგაკვირვებს თქვენი მოქმედება უეცრად ისეთი სერიოზული აზრი მოგივათ ინსტინქტურად, რაღაცა პრობლემა როგორ გადალახოთ, ხო? რომ რასაც დააკეთებთ, აი ეს გამოიწვევს თქვენში დიდ გაკვირვებას.
გულის ნაწილში აქ ყველაზე მნიშვნელოვანს, რასაც ხედავ, არის ზუსტად ის, რომ აი ეს სიმყარე, რაც საკუთარ თავს ცდილობთ, რომ შეუქმნათ, ნაწილობრივ ილუზორულია, იმიტომ რომ თქვენ ჯერ კიდევ ზრდის პროცესში ხართ. თქვენ ხართ ამ ეტაპზე ადამიანი, რომელიც ძალიან ბავშვურია, უნდა რომ თავისი სურვილები აიხდინოს და თან ეძებს თითქოს გამოსავალს, როგორ იმოქმედოს ამ ყველაფრისთვის. ჯერ კიდევ წარსულის დამუშავების პროცესში ხართ, რაშიც თქვენი მფარველი ანგელოზები საგრძნობლად გეხმარებათ. აი მინდა შეხედოთ ამ წერტილში რა კარგად იკვეთება თქვენი მფარველი ანგელოზის ენერგია, ხო? ძალიან საინტერესოა და ძალიან ესე რომ ვთქვათ, ფიგურულია. ამ შემთხვევაში მე კიდევ რასაც ხედავ თქვენ ჭიქაში, არის სიმბოლური ციფრები. ეს არის 10 რიცხვი, ეს არის რაღაცა პერსპექტიული ციფრი, რომელიც შეიძლება იყოს თარიღი, სადაც კონკრეტული მოვლენა მოხდება მნიშვნელოვანი თქვენს ცხოვრებაში, რაც ფიქრობ, რომ დიდი გამართლება იქნება თქვენთვის ამ ნაწილში. ნახეთ, აქ არის საკითხი, სადაც ორი მხარე იკვეთება, ორი დაპირისპირებული მხარე, რომელიც რეალურად განხილვაშია და არა კონფლიქტში. აქ არის ორი მხარე, რომელიც ერთი მხარე საერთოდ არ იბრძვის და პირიქით გამოკვლევაშია, პირიქით თავის ცხოვრებას უყურებს და მეორე მხარე გვაქვს, სადაც თითქოს თქვენ ამ ადამიანის გზას მიყვებით. მეგობრებო, არის რაღაცეები, რაც იცით როგორი რამეა, თქვენ შეიძლება მიყვებოდეთ იმ გზას, რომელიც თქვენ არ გეკუთვნით. აი ვიღაცის ფეხდაფეხდადი ხართ, რაც თქვენს ცხოვრებაზე პირიქით ისეთ გავლენას ახდენს, რომ თქვენ ეს ყველაფერი დაგაბრუნებთ წარსულში და არ მოგცემთ პერსპექტივას მომავალში ამ მომენტისთვის, იმიტომ რომ ახლა თქვენს გზაზე აცდენილი ხართ. არ არის ეს მომგებიანი თქვენთვის, ასე რომ მე გირჩევდით, რომ პირიქით თქვენი მიმართულებით წახვიდეთ, იმიტომ რომ სადღაც გზებს აცდით და პირიქით წარსულში დაბრუნდით. რაღაცა ერთ და იგივე ადგილს გკეპნით, ხო? აქ მიკვეთება ერთი მიმართულება, თაღი, რომელიც თითქოს თქვენი გამოსავალი იქნება. გამოჩნდება გამოსავალი საკითხიდან, აი ამ ადამიანიდანვე გაიჩნდებათ ეს იდეა, შეიძლება რაღაცა გააშღეროს ისეთი, რაღაცა თქვას ისეთი, რაც როგორც მინიშნება თქვენთვის ისე იყოს აღქმული და შემდეგ დაიწყოთ მოქმედება და დაბრუნდეთ თქვენი ცხოვრების რეჟიმში. აქ არის შინაგანი ტრაუმები, რომელიც ფეხდაფეხ გახსენებენ თავს. სხვადასხვა სიტუაციებში გახსენებთ თავს, რომ იცი რა მე აქ მტკივა, მე აქ არ მიმუშავია და მე თავს ვიკავებ გადავლახო საკითხი, იმიტომ რომ მეშინია მერე რა იქნება. აი თითქოს ეს ტენდენცია მომდის აი ამ წერტილში, ხო? ნახეთ როგორ დააკვირდით, როგორ იყურება ეს არის თქვენი შიშები, დაუმუშავებელი შიშები, შეიძლება პრობლემები იყოს აქ მამასთან, პრობლემები იყოს ზოგადად ოჯახთან, ოღონდ მამაკაცის ფიგურასთან, რომელიც ამ შემთხვევაში თქვენ მისი აზრების გავლენის ქვეშ იმყოფებით. ან კონკრეტული მამაკაცის გავლენის, შეიძლება ეს მეუღლეც იყოს, გავლენის ქვეშ იმყოფებით აზრების, რომელიც საერთოდ არ შეესაბამება სიმართლეს და რეალობას. ძალიან საინტერესოა. აქ მე ვხედავ, მეგობრებო, ძალიან დიდ შემდგარობის ილუზიას. თითქოს თქვენ კი გინდათ, რომ იყოთ ესეთი, მაგრამ ვიღაცას აკვირდებით, მაგრამ მისი პიროვნების ტრანსფერს აკეთებს თქვენზე. ანუ შეიძლება ამ ადამიანში თქვენ ხედავთ შემდგარ პიროვნებას და თქვენ ფიქრობთ, რომ თქვენ ხართ შემდგარი, მაგრამ რეალურად ჯერ გზები გავლილი არ არის ამისთვის, რომ თქვენ აღიქმებოდეთ როგორც შემდგარი ადამიანი. ამაზე მუშაობა ჯერ კიდევ მიმდინარეობს, პროცესია, მაგრამ ჭირდება როგორც იტყვიან ლითონს დამუშავება იმისათვის, რომ გახდეს ბრილიანტი, ხო? შესაბამისად, ყურადღებით იყავით ამასთან. არსებობს ამისი პოტენციალი, შემდგარობის პოტენციალი, მაგრამ ჯერ თქვენ მუშაობის პროცესში ხართ. ეს გზა მიდის წინ და წინ, თუ კი არ მიაქცევთ ყურადღებას იმ კონკრეტული მამაკაცის გავლენას, აზრების გავლენას, რომლის ქვეშაც იმყოფებით, იმიტომ რომ ამ ადამიანმა უკვე მე ვხედავ ძალიან ბევრი პიროვნებაც კი ჩამოგაშორათ თქვენი ცხოვრებიდან. აი თითქოს არ უნდა მოგშორებოდათ ეს ხალხი, მაგრამ მოგშორდათ, იმიტომ რომ რაღაცა
ილუზიური აზრები შეიქმნით ამ ყველაფერზე და რა ვიცი, დემონები გამოიყვანეთ ფაქტობრივად ამ ხალხისგან, რაც რეალობას არ შეეფერება. კარგი. ჭიქაში ჯერჯერობით სულ ეს იყო. ნახოთ, რას გვეტყვის ამ შემთხვევაში ჩვენი ტაროს დასტები. ნახოთ, რას გვეუბნებიან კარტები თქვენს ინფორმაციაზე. რა არის ის, რაც ახლა უნდა იცოდეთ? თქვენ იმყოფებით ფაზაში, სადაც თქვენ თითქოს თავდაცვით რეჟიმში ხართ, გამოფიტული ხართ, მაგრამ მზად ხართ ბრძოლისთვის. თქვენ გაქვთ იმის ილუზია ამ შემთხვევაში ვიტყოდი, რომ თითქოს გჭირდებათ რაღაცისგან დაცვა, რაღაცისგან თავდაცვა. თქვენ ბრძოლაში ხართ იქ, სადაც ბრძოლა აღარ არის საჭირო. თუმცა თუ კი იქნება საბრძოლველი, თქვენ ესე რომ ვთქვათ, ხმალამუღებული უკვე მზად ხართ საბრძოლველად, ხო? თუმცა ეს არის შინაგანი უსუსურობის შეგრძნება მომენტალური, სადაც თქვენ კი გაიარეთ პრობლემები, თუმცა ხართ გადაღლილი და საჭიროებთ რესურსების აღდგენას და ახლა თითქოს თავდაცვით რეჟიმში ხართ გადასული. თქვენ იმყოფებით ცხოვრების გარდამტეხ წერტილში, სადაც სიტუაცია მოითხოვს ცვლილებას. თითქოს მინდობილი ხართ სამყაროზე, რა იქნება შემდგომ, საიდკენ წაგიყვანთ, რა მიმართულებას მოხსნებთ, მაგრამ იქამდე სამყარო გაძლევთ მომენტებს და სიტუაციებს, სადაც თქვენ ჯერ კიდევ წარსულის ტკივილები უნდა დაამუშაოთ. საკითხები, რომელიც უკვე ფიქრობთ, რომ გაიარეთ, ეს ყველაფერი ითხოვს დამუშავებას ფსიქოლოგიურს. თქვენი სხეული ითხოვს მოსმენას, თქვენი სული ითხოვს მოსმენას და გეუბნებათ იმას, რომ გამიკეთე ის, რაც ყველაზე მეტად მჭირდება, გამიკეთე, რაც ყველაზე მეტად სიამოვნებას მანიჭებს. დამამთავრე იქ, სადაც დასამთავრებელი ვარ, ხო? იმიტომ რომ თქვენ აქ წარსული ბოლომდე დახურული ჯერ კიდევ არ გაქვთ და შემდგომ დაბიჯებში თითქოს ხელს გიშლით. პირადი ურთიერთობის წერტილში აქ რასაც ხედავ, არის თითქოს განრიდება. თქვენ მუდმივად ახლა მოთხოვნილება გაქვთ იმისი, რომ რაღაცა დაამთავროთ, რაღაცას განერიდოთ, ან განერიდოთ დასასრულს. თითქოს თქვენ ყველანაირად იკავებთ თავს იმისგან, რომ რაღაცები ჩახუროთ, ეტაპი დახუროთ, ან თვითონ ურთიერთობის დამთავრებას არიდებთ თავს, არა და თქვენ ხვდებით, რომ ეს ახლა ყველაზე მეტად არის საჭირო. აქ თითქოს თქვენი მიმართულება არეულია და თქვენ ნაკლებად იმედით ხართ იმისა, რომ რაღაც გამოსწორდება, მაგრამ თქვენ ამ შემთხვევაში პირად ცხოვრებაში არ ირჩევთ ნებაყოფლობით დასასრულს, მაგრამ გაქვთ იმისი უნარი მიიღოთ ეს გადაწყვეტილება ნაკლები ტკივილით. ეს არ იქნება ბოლომდე უმტკივნეულო, მაგრამ ყოველ შემთხვევაში თუ კი თქვენ შეძლებთ და დაინახავთ სრულფასოვან სურათს ამ ყოველივესზე, თქვენი ტრანსფორმაცია არის გარანტირებული პირად ცხოვრებაში. ნახოთ რა გვაქვს ფინანსურ წერტილში. ფინანსებში აქ რასაც ხედავ, არის შინაგანი ბლოკები. ერთის მხრივ შეიძლება ფიქრობდეთ, რომ აქ არაფერი გაწუხებთ ფინანსებში, ყველაფერი რიგზია. არის ყველაფერი საკმარისი, რაც მჭირდება, ყველაფერი მაქვს მდგომარეობა, მაგრამ შინაგანად არის ბლოკები. შინაგანი ბლოკები მდგომარეობს იმაში, რომ თქვენ არ აღიარებთ ფინანსურ პრობლემას. აქ არის ჩაკეტილი ბლოკი რასთან დაკავშირებით. თქვენ არასწორ აზრებს და არასწორ სიტყვებს აჟღერებთ ფულთან მიმართებაში, შესაბამისად ხელს უშლით მის გამოწვევას. თითქოს ფინანსები ტრიალებთ თქვენს ირგვლივ, მაგრამ თქვენამდე არ მოდის. არ მოდის რატომ? თქვენ ვერ ხედავთ შესაძლებლობას, ფინანსურ შესაძლებლობებს, ვინაიდან და რადგანაც თქვენს შიშებში ხართ ამ მომენტში ჩაკეტილი. შესაბამისად, ენერგიის მოზიდვა აქ ნაკლებად ხდება. უფრო მეტად ირკვევა აქ ფინანსური შიშები. შეიძლება ფულის უქონლობის შიში იყოს, ან რაიმე მსგავსი, რომელ სტადიასაც ახლა თქვენ გადიხართ. რა იქნება თქვენს ვიტყოდი ჭრილში, სადაც მეგობრების ნაწილი გვაქვს. მეგობრებში აქ სიტუაციურად გვაქვს დაბნეულობა, თქვენ აღარ იცით ვის ენდოთ, აღარ იცით ვინ არის სწორი მეგობარი, მუდმივად ხართ იმ სტადიაზე, ვენდო თუ არ ვენდო.
ვიმეგობრო თუ არ ვიმეგობრო, დავიჯერო თუ არ დავიჯერო, იმიტომ რომ თქვენი გონება არეულია კონკრეტული პიროვნების მიერ. თითქოს ეს ადამიანი მუდმივად ზეწოლას ახდენს თქვენზე და მუდმივად ცდილობს გიკარნახოთ, რა გააკეთოთ ან რა იფიქროთ. შეიძლება თქვენ ამის მიხედვით არ იღებდეთ გადაწყვეტილებას, მაგრამ მისი სიტყვები ფაქტია თქვენზე გავლენას ახდენს და ახერხებს იმას, რომ გზა აგირიოთ, ვერ დაინახოთ სწორი გზა, ვერ დაინახოთ სიმართლე და ავტომატურად მოქმედებთ მისი ინტერესების შესაბამისად. რა ხდება კარიერაში? კარიერულ ნაწილში გვაქვს გამოწვევები, რომლის გადალახვის წინაშეც თქვენ დგახართ. შეიძლება ფიქრობდეთ, რომ სამყარო თქვენ წინააღმდეგაა. შეიძლება ფიქრობდეთ, რომ არ იცით გამოსავალი რაში მდგომარეობს, არ იცით რას ეხება, რატო გიკამათებიან, რატო არის პრობლემა, რატო გიკონფლიქტებიან მუდმივად. თუმცა ერთის მხრივ თქვენ არ გინდათ ომი, არც მათ უნდათ ეს ომი, მაგრამ ეს ომი მიმდინარეობს, იმიტომ რომ პროცესები თითქოს გარდაუვალია. თქვენ უნდა შეძლოთ კონკურენციასთან გამკლავება, თქვენ უნდა შეძლოთ დამტკიცება, თქვენი სახის, თქვენი სურათის ვინ ხართ, თქვენ უნდა შეძლოთ საკუთარი პოზიციის დამკვიდრება და თქვენ უნდა შეძლოთ ესე რომ ვთქვათ, დაიმკვიდროთ საკუთარი ადგილი კონკრეტულ ნაწილში, სადაც თქვენ ცდილობთ ახლა სტაბილიზაციას, გამოჩენას და პერსპექტივების გაღრმავებას, ხო? ნახოთ რა გვაქვს ჯანმრთელობაში. ამ მომენტისთვის შეიძლება თქვენ ძალიან ბევრს ბრუნავდეთ ჯანმრთელობაზე და გქონდეთ დიაგნოსტირებული კონკრეტული პრობლემები კიდეც. ერთის მხრივ ათიანი ხილების მდგომარეობა სამომავლო ტენდენციაში გვეუბნება, ერთის მხრივ შეიძლება გადაღლილობაზე გვესაუბრებოდეს, მეორეს მხრივ პრობლემიდან გამოსვლას. თქვენს ხელს ესაჭიროება სერიოზული დასვენება. თითქოს თქვენ ემოციურადაც, ფსიქოლოგიურადაც, ფიზიკურადაც უკვე საკმარისად გადაღლილი ხართ და ახლა საჭიროებთ დასვენებას. ყველაზე ბრძნული გადაწყვეტილება ახლა თქვენი მხრიდან ზუსტად იქნება დაისვენოთ, რადგან თქვენ ხართ უკვე იმ პოზიციაში, სადაც საზოგადოება გხედავთ როგორც ძალიან ცივ ადამიანს, ძალიან ესეთ პიროვნებას, რომელიც იბრძვის, რომ იყოს კარგად. არა და თქვენი სულიც ასე გხედავთ რეალურად, როცა თქვენ ახლა ამ მომენტისთვის გჭირდებათ რეალურად ყველაზე მეტად დასვენება და მოგვარება უკვე არსებული პრობლემის, ვინაიდან ამის შესაძლებლობა არსებობს. ამის დრო უკვე მოსულია. შესაბამისად, გადავადება იქნება დაუშვებელი. ყურადღება მიაქციეთ თქვენს ჯანმრთელობას ამ ნაწილში და შესაბამისად გადაიჭრება სხვა დანარჩენი პრობლემებიც. ერთი კარგი გამოძიება მოკლედ თქვენზე ალალიაო როგორც სიტყვია. ნახოთ რა გვექნება ჩვენი რჩევის ნაწილში. რჩევის ნაწილში გვაქვს სიზმრები. პირველ რიგში გეუბნებიან იმას, რომ ყველაფერი ისე არ არის, როგორც ეს შეიძლება ჩანდეს ან როგორც გეუბნებიან. საკუთარ თავს მიეცით იმის უფლება, რომ დროში გადაახვიოთ, დროში და მონაკვეთებში, გაიხსენოთ წარსული, რა ხდებოდა, როგორ ხდებოდა, რეალურად რა სიტუაციები იყო სხვისი აზრების გარეშე და ამის მიხედვით მიიღოთ გადაწყვეტილებები, ამის მიხედვით ინსჯელოთ და დაინახოთ სრული სურათი, რა იყო, როგორ იყო და რატომ იყო. იმიტომ რომ ეს პერსპექტივები, რომელიც ახლა თქვენ ამ მომენტში არ გეხსნებათ, მხოლოდ იმიტომ რომ თქვენ ჯერ კიდევ წარსული სურათი არ დაგინახავთ რეალური სახით. თქვენ გჭირდებათ ახლა ყველაფერი ის, რაც თქვენზე ახდენს ნეგატიურ გავლენას და აქვს თქვენზე ბლოკითი გავლენა, გაწმინდოთ საკუთარი თავისგან, რომელიც აღარ გემსახურებათ და ეს ხედვები, რომელიც თქვენ ახლა შეიძლება გერევათ კონკრეტულ აზრებში, ეს ყველაფერი გადაიქცევა სუფთა ხედვად. ვინაიდან და რადგანაც გვესაუბრება ეს ორაკული იმაზე, რომ თქვენ ხართ ახლა ისეთ წერტილში, სადაც თქვენი საზღვრები ძალიან მკაფიოდ გაქვთ დაწესებული, ძალიან ძლიერი დაცვა გაქვთ ამ მომენტში საკუთარი თავისა, რაც ხდის ფაქტობრივად შეუძლებელს იმისას, რომ თქვენ რეალური სურათი დაინახოთ. იმის ნაცვლად, რომ თქვენ სწორად ილას აწესებდეთ საკუთარ საზღვრებს, თქვენ თითქოს ჩაკეტილი ხართ საკუთარ შიშებში, არა და თქვენ ჯერ კიდევ განკურნებას მოითხოვთ შინაგანს და ეს პროცესი აუცილებლად მიმდინარეობს. გჭირდებათ, რომ აი ეს საზღვრები იყოს სწორი მიმართულებით დაწესებული და ამის მიხედვით იყოს შემდგომ გარკვეული საკითხი, რომელზეც ახლა მე საუბარი მქონდა ყავის ჭიქაშიც. თქვენი სიტყვა ითხოვს გამოშვებას, თითქოს თქვენი ემოციები იმდენად დიდხანს იყო ჩაკეტილი, ხო? შინაგანად შეიძლება გაბუროტდით კიდეც რაღაცა მომენტში, იმიტომ რომ ეს ბრაზი, ეს ემოცია დაგროვდა და ითხოვს გამოშვებას. ეს ყველაფერი ითხოვს განთავისუფლებას, გაცნობიერებას და დამუშავებას. იმედი მაქვს მოგეწონათ ეს კონკრეტული მიმართულება, რომელიც შემოგთავაზეთ დღეს, ძალიან გამიხარდება კომენტარების ველში თუ დამიწერთ, რამდენად საინტერესო იყო ეს თქვენთვის, რამდენად მისაღები ფორმატია და თუ კი მოგეწონათ ეს
მდგომარეობა, შევძლებთ რომ კიდევ შემოგთავაზოთ ასეთი ტიპის კონტენტი, უბრალოდ ჭირდება თქვენი დასტური. რამდენად მოგეწონათ ეს, რამდენად რეზონირებს ეს ყოველივე თქვენთვის, რამდენად საინტერესო იყო ეს თქვენთვის. პირადი ინდივიდუალური კონსულტაციებისთვის შეგიძლიათ დამიკავშირდეთ აღწერაში მიჩნდებულ აკაუნტებზე, ეს არის Instagram, Facebook, WhatsApp ან Viber. არ დაგავიწყდეთ ჩემი არხის გამოწერა და ვიდეოს მოწონება. მეკითხეისთვის დაგემშვიდობებით, დროებით, მომავალ შეხვედრამდე.